როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. ყველას გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ორ მხრივ სიყვარულს, რაც მთავარია, ბედნიერება, სიყვარულს და რაც თქვენს გულს და სულს გაუხარდება, ზუსტად ის გქონოდეთ ამ წელს და ყოველ წელს. და რა თქმა უნდა, ყოველთვის უღმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის, რომ აგრძელებთ ისევ ჩემთან ერთად ზოგადი გაშლების ყურებას და რა თქმა უნდა, სასიამოვნო მოსმენას გისურვებთ და გავშალოთ დღეს განვითარებაზე. თვითონ რას ფიქრობს ეს პიროვნება განვითარებაზე, კონკრეტულად დღეს, დღევანდელ ენერგიებში. მოდი ვნახოთ. რას ფიქრობს დღეს, დღევანდელ ენერგიებიდან გამომდინარე, განვითარებაზე. რვიანი თასი, განვითარების როგორ რაღაცა იცით, ამ ეტაპზე თქვენ ხართ ზურგ შეგცევით, ამ ეტაპზე გასული ხართ ურთიერთობიდან, აქ საკითხავი ის არის, რამდენად გინდათ თქვენ განვითარება ამ ურთიერთობის, იმიტომ რომ აქ მართლა ვერ გაგრძელდება ისე, როგორც იწყებოდა ეს ურთიერთობა და ჭირდება ძალიან დიდი ისევ ტრანსფორმაცია. აქ ჭირდება ამ ადამიანს როგორ რაღაცა იცი, აი ძალიან დიდი ნახტომი, რაღაცა გადაწყვეტილება, ისეთი რომ მართლა შემოგატრიალოს, იმიტომ რომ თქვენ უკვე ზურგით გეხართ და გასული ხართ, იმიტომ რომ ვერ აიტანთ უკვე იმას, ამას ქვია რაღაცა ჰაერში ჩამოკიდება, არაფერი არ ქვია ამ ყველაფერს და მოკლედ გინდა არ გინდა, მაინც უარი თქვენ, რადგანაც არ ვითარდება ეს ურთიერთობა. ძალიან ბევრს ფიქრობს ზოგადად თქვენზე ეს ადამიანი, განვითარებაზე მეტად თქვენ რატომ მოიქეცით ასე, მაგალითად რამდენი ხანი იყავით, რას გაუძელით, გაძლებაზე აქ ლაპარაკი, რაღაცნაირად შინაგანად ყველაფერს აღნიშნავს თავის თავში, მაგრამ როგორი მომენტი აქ იცი, არ არის მზად, ანუ აცნობიერებს, მაგრამ არ არის მზად იმისათვის, რომ რაღაცა შემოგთავაზოს მართლა ისეთი, რომ მთელს გულს და სულს რო ემოციით გადაავსებს. ეს ადამიანი გულში მალავს ემოციას თქვენს მიმართ კი შეიძლება არ არის ახლა დადებითი მოსასმენი რა თქმა უნდა, როდესაც არ უნდა არც შემოტრიალება, ძალიან ბევრს კი ფიქრობს, მაგრამ გულში აშკარად ის ემოცია აქვს, რომელსაც ეს ადამიანი მაქსიმალურად გაურბის. არ ლაპარაკობს ამაზე, თუმცა შიგადაშიგ მაინც აქვს იმის ინტერესი, რომ მაგალითად შემოგიხედოს რა შვები. თუმცა ვიტყოდი იმას, რომ ჯერჯერობით რაღაცნაირად ამ ურთიერთობის დალაგებაზე დიდად ფოკუსირებას არ აკეთებს. ხო, იმიტომ რომ გადაწყვეტილების წინაშე დგას ორიანი კვერთხი, მაინც როგორია იცი, წინ გადადგმული უნდა იყოს ძალიან ისეთი ნაბიჯი, რომელიც მას მოუტანს აუცილებლად სიბრძნეს, ანუ მომავალში რა შეიძლება გქონდეს, აი კარგად, აი ხელმოსაკიდი, არ ვიცი ხა როგორ უნდა იყოს ურთიერთობა, ხო, ესეთი ხელმოსაკიდი, ხელჩასაჭიდი. შეიძლება უფრო იმით, რომ აი გქონდეს მაგათაც თქვენი იმედი ან თავის იმედი, იმიტომ რომ აქ არ მგონია ხა თქვენს იმედებზე დაიყრდნოს, რადგანაც მართლა შეტრიალებული ხართ და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად გინდათ უკვე თქვენ ეს პიროვნება. არჩევანი მაინდა-მაინც მესამე ფაქტორებზეც არ შეიძლება აქ გავაკეთოთ აქცენტი, მაგრამ შეიძლება ესეც იყოს, რა თქმა უნდა, არჩევანიც. გადაწყვეტილების წინაშე დადგება აუცილებლად გადაწყვეტილების წინაშე და ბევრისთვის ვერ ვიტყვი, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს ადამიანი, ადრე თუ გვიან, ახლა მე არავითარ შემთხვევაში არ გეუბნებით რომ უნდა ელოდოთ, მაგრამ ვერ ძლებს ეს ადამიანი უთქვენოდ, მიჯაჭვილობა აქვს თქვენთან და რაღაცა გზას მაინც გამონახავს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და მეტად საპასუხისმგებლად შემოუდგეს ამ ურთიერთობას, მაგრამ ახლა და ამ ეტაპზე რაღაცნაირად არ აქვს სურვილი, რომ ისე მოიქცეს, როგორც შენ გაგიხარდება რაღაცა ხაროს ასეთი სურვილი არა აქვს. ესე ძალიან მოწონხარ, ეჭვიანობის განცდებიც აქვს, შიგადაში კი არა, დამიდასტურა უკვე ამარკანმა, რომ ძალიან ეჭვიანობს, თუმცა არ არის პიროვნება, რომ ასე პირდაპირ გამოგიმშხავნოს. მაგრამ ძნელი გამოსაცნობი არ არის. მისთვის ერთადერთი ადამიანი ხარ, მაინც რაღაცა ვის გულშიც თვითონ შეიჭრა და დაინახა თავისი თავი, თავისი თავის მნიშვნელობა. ანუ შენ გააკეთე ისეთნაირად, რომ დაანახე თუ ვინ არის, რას წარმოადგენს და ამას აღიარებს. ანუ კი არ მინდა ვთქვა, რომ მადლობელია ამის, მაგრამ აღიარებს და ეს ძალიან მოწონს და ძალიან სიამოვნებს.
აქ მე ძალიან მომწონს ის მომენტი, რომ თქვენგან არ არის, ხო შენ მოგინდეს და მე ესე ხელებ გაშლილი ვიქნები შენთან და ამაზე ძალიან ბევრს ფიქრობს. აქ არის ორი ხასიათის დაჯეხება, ორივე თქვენი ინტერესები და აი რომელი გადაკაჩავს და მოკლედ აი ეს ბრძოლა რაღაცაში ის რაც სიტუაციას ძაბავს, იმას რაღაცას ვერ დავარქმევ, მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ აი რა არის რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი რაღაც, რის გამოც თქვენ ესე ჩაჭიდებული და ერთმანეთის ანარეკლი ხართ, მოკლედ ნარბერ კაი არ მოქვს ამას, თუმცა ამძაფრებს ემოციას. გრძნობა რა თქმა უნდა აქვს. რა არის ერთ-ერთი დადებითი რაც შემიძლია ვთქვა, არის შიგნით გრძნობა, მაგრამ საქმით არ არის გამოხატული, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ეს მაინც არის შიგნით. გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.